ანტიქრისტეს მოსვლის დროს სოფლიოს მასშტაბით იქნება ძალიან ბევრი კონფლიქტი. არა მარტო ერებს შორის, არამედ ადამიანებს შორის, თუნდაც ეთნოკონფლიქტები და ასე შემდეგ უამრავი. ანტიქრისტეს ეფექტი იქნება ზუსტად ის, რომ ამ ყველაფერს ძალიან მალე და ძალიან სწრაფად მოუგვარებს. და ისეთ მშვიდობას მოუკვრის სამყაროს, აი მაშინ იყვნენ ეს ადამიანები, რა შამს თქვან პავლე მოციქულის სიტყვებით, მშვიდობა და კრძალულება მოხსოვლად იყოს. ანუ ეს ადამიანები ისეთ ეფექტს მოახდენს ანტიქრისტეს გულისხმობ, რა თქმა უნდა, სოფლიოს მაცხოვრებლებზე, იტყვიან, რომ აი ეს მშვიდობა, რომელიც ამ ადამიანმა შემოგთავაზა და დაამყარა სამყაროში, ამას ვერაფერი ვერ შეარღვევს. აი როცა ამას იტყვიან ადამიანები, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ანტიქრისტი არის. მეორე იქნება ესეთი ნიშანი მისი, ვიცით, რომ მას ებრაელები ძალიან გულშემატკივრობენ, ელოდებიან, მათთვის ეს იქნება მესია, მოშიახს ეძახიან, ებრაულად ესე ჟღერს, მაგრამ მამათა წინასწარმეტყველების თანახმად ესე იგი, როდესაც ის იკურთხება სოლომონის ტაძარში მეფედ, ისეთი ნიშნები გამოაჩნდება მას სხეულზე, რომ ვეღარ დამალავს ამას. და მაშინ მიხვდებიან ებრაელები თუ ვინ აკურთხეს და ვინ გამოირჩიეს და სწორედ მაგ მომენტიდან დაიწყება ებრაელების მოქცევა ღვთის მიმართ. მაშინ მიხვდებიან, რომ თუნდაც მესია მოსული. კურთხევის შემდეგ მიხვდებიან ამას. კურთხევის შემდეგ, რა თქმა უნდა. მანამდე ხო ყველაფერს გააკეთებენ. და ძალიან ბევრი ებრაელი მოიქცევა ქრისტიანობაზე. ქრისტეს დაუბრუნდება, იმიტომ რომ აშკარად დაინახავენ, რომ თურმე ეს სრულ ადამიანია, ვისაც შეუწყეს ხელი, ვინც მოიყვანეს, მაგრამ უკვე გვიანი იქნება, იმას ესე იქნება ფეხი მოკიდებული, რომ ბოლომდე ეცდება რეალიზებას რა გეგმებიც აქვს, მაგრამ მას ამაში ხელი შეუშლის ორი წინასწარმეტყველი ელია და ენუქი, რომლებიც სამყაროში 1200 დღის მანძილზე 3 წლის განმავლობაში იქადაგებენ ქრისტიანობას. და ერთი გამოცხადებიდან მინდა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა გითხრათ, როდესაც ანტიქრისტე მათ დახოცავს, ღვთის დაშვებით იქნება, იმიტომ რომ არც ელიას და არც ენუქს ჯერ სიკვდილი არ განუცდიათ. და როდესაც ისინი ანტიქრისტეს ხელით გარდაიცვლებიან, ესე წერია გამოცხადებაში ივანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ ისე გაუხარდება სამყაროს, ძღვენი მიართვან ურთიერთას კვიდრთა ქვეყანისათა. ანუ ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთს საჩუქრებს გაუგზავნიან, აჩუქებენ, ისე გაუხარდებათ ელიას და ენუქის სიკვდილი. თუმცა ეს იქნება 3 დღის. 3 დღის შემდეგ ყველა დაინახავს, როგორ აღდგებიან ისინი მკვდრეთით. და უნდა დავამატოთ ასევე, რომ რატო გაუხარდება ეს სამყაროს დედამიწის ცხოვრებას. ამასაც განმარტავს ივანე ღვთისმეტყველი და ამბობს, რომ რამე თუ ორთა ამას წინასწარმეტყველთა ტანჯნეს კვიდრნი იგი ქვეყანისანი. ანუ ამ ორმა წინასწარმეტყველმა დატანჯეს ადამიანები, ვინც იმ დროს სამყაროში იქნებიან. რატო დატანჯეს? დატანჯეს სინდისის მხილებით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველაზე რთული ადამიანში არის სინდისის მხილების გაჩვენება. და როდესაც ისინი მართალ სიტყვას იტყვიან, იმდანაც დიდი გავლენა ექნება ადამიანებზე, ისე ამხელს მათ სინდისი ვერ დაემალებიან სინდისის ხმას. და აი ლანძღვის და ესე ვთქვათ კრიტიკის მიაღვარი იქნება ამ ორი წინასწარმეტყველის მიმართ, მაგრამ ისინი ღვთის სიტყვას მაინც ყველგან იტყვიან, ყველგან დაამოწმებენ და სწორედ ეს არის მაცხოვრის წინასწარმეტყველება, რომ სანამ მისი მოსვლა იქნება, მთელი სამყარო გაიგებს სახარების შესახებ. ანუ სამყაროს სოფლიოს ყველა მოქალაქეს ექნება ნაკადაგები თუ სინამდვილეში, ვინ იყო მაცხოვარი, ვინ არის იესო ქრისტე და რა ისაუბრა მან, ანუ სახარების სახით. ამაზე არის წინასწარმეტყველება, რომ მთელი სამყარო მანამ გაიგებს, სანამ ისი მეორედ მოსვლა იქნება და შემდეგ უკვე ადამიანები აირჩევენ. მაგრამ გამოცხადებაში ისიც წერია, რომ იმ საშელების მიუხედავად ადამიანები არ ინანიებენ, არ შეინანებენ. მაგალითად იქნება გვალვები, იქნება სიტყვა, ისეთი სიტყვა, რომელიც ადამიანებს ჯერ არ უნახავთ. მაგრამ ამ ყველაფერის სასჯელის ბოლოს სამწუხაროდ ივანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ რამე თუ არა შეინანეს კვიდრთა მათ ქვეყანისათა. არ შეინანებს ადამიანი, იმდენად იქნება გაკერპებული, რომ სამწუხაროდ მარტივი არ არის შენანება. და ეს ნიშნები იქნება, ვფიქრობ, ძალიან საკმარისი არის ადამიანისთვის, მორწმუნესთვის მიხვდეს, ვინ იქნება ანტიქრისტე. თუმცა, როდესაც ჩვენ არ ვიცი იმ დროს ვიქნებით ვარა ცოცხლები ეს როდის იქნება, როდესაც სწორად მოაზროვნე ადამიანები დანარჩენებს ეტყვიან, რომ ეს ანტიქრისტი არის, დაფრთხილად იყავით, აი ზუსტად მაგ მშვიდობით მოიშორებენ მაგ არგუმენტით. რას ამბობ, როგორ შეიძლება ეს ანტიქრისტე იყოს? ეს ამხელა მშვიდობა მოგვიტანა, როგორი კეთილია, ნახეთ, როგორ საუბრობს, შეარიგა ყველა. სასწაულებს ახდენს. დიახ, როგორ შეიძლება ეს ანტიქრისტე იყოს? აი ეს არის ზუსტად მისი ეფექტი და აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად.
თუ არ ვცდები მის გეგმაში, ანუ ხელწერა, რომლითაც ის შეეცდება და ამის გასვლის მაცხოვარს არის ის, რომ აი მაგალითად მხედველობა დაუბრუნოს ადამიანს, სმენა დაუბრუნოს, ხო, მამა გიორგი, თუ არ ვცდები, აი ესეთ გზებით ცდილობს ის პრინციპში მას შესწავლილი აქვს ეს ყველაფერი. იცით რა, რატომ და ყოველთვის ხდება ხოლმე ესეთი შეფასება, ასეთი კითხვები ჩდება ხოლმე მრევლში და ჩვენი ტაძრის მრევლშიც არის ხშირად ეს კითხვები, როცა ერთმანეთს ვსაუბრობთ ამ თემაზე. ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, ეს ანტიქრისტები. და ძალიან ახ ბოლო პერიოდში შემოვიდა ესეთი და განცხადებები პრინციპში ესეთი თემა, რომ ანტიქრისტე შესაძლებელია იყოს ილონ მასკი. და მის განცხადებებს, ქმედებებს რატომღაც აკავშირებენ აი ამ პერსონაჟთან, რომელიც ანტიქრისტეს სახით მოევლინება ამ სამყაროს. ამაზე რას ამბობს ეკლესია, მამა გიორგი? და საერთოდ როგორი რიგითი ადამიანია ეს, როგორი ადამიანია? არა, ესეთ საკითხებზე, ესეთ ჭორებზე და ესეთ რა თქმა უნდა, ეკლესია რა ცხადია? რა თქმა უნდა, ილონ მასკი ვერ იქნება ანტიქრისტე, თუმცა შეიძლება მას უნდა იყოს. ეს სხვათა შორის ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ, როგორ უნდა და ალისტერ კოულს ყოფილიყო ანტიქრისტე. და სამწუხაროა ისა, რომ მოგვიწია ჩვენ იმის თქმა, რომ ის ამისთვის სექსუალურ ორგიებსაც კი ატარებდა, რომ ისგან გაჩენილიყო ანტიქრისტე. სწორედ ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა, რომ იმ გადაცემიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია თუ არა ეს მივიღოთ როგორც რეალობა მასკის შემთხვევაში. ასევე არის მომღერალი, ამერიკელი მომღერალი, საკმაოდ ცნობილი ემინემი, რომელიც 2004 წლის გამოშვებულ ალბომში პირდაპირ საუბრობს იმის შესახებ, ანტიქრისტე არის ერთ-ერთი სათაური მის სიმღერის და იქ ამბობს, რომ მისი ნამდვილი სახელი არის მარშალ ბრიუს მაზერს და იქ ამბობს პირდაპირ, რომ მარშალი არის ანტიქრისტე. ანუ მე ვარ ანტიქრისტე, ესეთ რამეს ამბობს. ეს არაერთ ცნობილ პიროვნებას გავუკეთებია, იმიტომ რომ მათ წრეებში, ზოგადად ამ სატანისტურ წრეებში, თუ გვახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ბიონსეს და ჯეიზის შესახებ და სადღაც ორთვეში მოხდა ის ამბები, რაც მოხდა ჰოლივუდში. ამ წრეში იმდენად მიღებული არის ანტიქრისტეს თემა, იმდენად პოპულარული და იმდენად სასურველი არის, რომ ვერც კი მალავენ იმას, რომ თვითონ უნდათ იყოს ადამიანები, ხო იციან, მათ ყველაზე კარგად იციან ანტიქრისტეს როგორ გზას უმზადებენ. კიდაც კაბალისტები, კიდაც ესე ვთქვათ, მასონები და ასე შემდეგ, რომ ან მათ სივრცეში მუდმივად ამის შესახებ მიდის საუბარი, რომ ის უნდა მოვიდეს და მას ექნება ძალიან დიდი პატივი და დიდება მათი გაგებით. და ცდილობენ, რომ თვითონ მიისაკუთრონ ეს სხვას რას უნდა მივაწეროთ, ეხლა როდესაც მომღერალი პირდაპირ ამბობს, რომ მე ვარ ანტიქრისტე. არ ვიცი, მე თვითონ ყველა დაიფაროს ეს აზროვნებისგან, მაგრამ ეს არის სურვილი იმ პატივისა, რაც მას განეკუთვნება, რასაც მას მიაგებენ სამყაროს მკვიდრიდან და გამოცხადებაშია. ყველაფერზე არის ამის შესახებ საუბარი. ფიქრობ ჩვენს ხალხს არ აწყენდა უფრო მეტად ბიბლიური აზროვნების გაღრმავება, იმიტომ რომ ვერ მოატყუოს ვინმე. ვერ მოატყუოს. შეიძლება იცით როგორ არის, ცოტა გადახვევას გავაკეთებ ადრინდელ დროს ეს მე-5, მე-6, მე-10 საუკუნეში. ისეთი რამ უნდა დაგეწერა. ისეთი მისაღი, ისეთი უნდა ყოფილიყო ისეთი საინტერესო, რომ ვიღაცას ეს უნდა რომ გადაეწერა, ესე ვრცელდებოდა. ეხლა ამის საჭიროება არ არის. ნებისმიერ სტამბაში დავბეჭდავ, რაც მე მინდა. თუნდაც სრული სისულელე იყოს. მივხვდით და პლუს ამას კიდე ინტერნეტ სივრცე არის, სადაც ამ ინტერნეტ სივრცეში საერთოდ კონტროლი არ ხდება. უამრავ ადამიანს აქვს თავისი Facebook გვერდი იქნება თუ YouTube გვერდი იქნება თუ არ ვიცი TikTok არხი და ყველა საუბრობს თავის შესახებ. იმას საუბრობს, რაც მას მართალი გონია. მივხვდით, აქ კონტროლი არ ხდება და ადამიანი, რომელსაც არ აქვს ზურგი ბიბლიური ცოდნის განათლების, შეიძლება ადვილად რამდენიმე არის საკითხები, მაგალითად სიკვდილის, სიცოცხლის, რელიგიურის თუნდაც სამების შესახებ საკითხები, სადაც ძალიან ბევრი მომისმენია არასწორ ქრისტიანულ სწავლებას აყალიბებს და აქ არ მოტყუდეს ჩვენი საზოგადოება. ეს უნდა გავითვალისწინოთ.